მოგესალმებით. გვინდა წარმოგიდგინოთ ინფორმაცია ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შუალედურ ანგარიშებში ასახული ფაქტების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობასთან. ამას გარდა დღეს საუბარი გვექნება ჩვენს მიერ გამოვლენილ დარღვევებზე, რომლებიც მიმართულია პარტია ქართული ოცნების წინააღმდეგ. რაც შეეხება ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შუალედურ ანგარიშებს. უპირველეს ყოვლისა მისასალმებელია, რომ ბევრი ასეთი ორგანიზაცია დაარეგისტრირდა დღეის მდგომარეობით 70-ზე მეტი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია და 30-ზე მეტი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია არის დაარეგისტრირებული და გვინდა ყველას მადლობა გადაუხადოთ და იმედი გვაქვს, რომ იქნება კეთილსინდისიერი დაკვირვება. ჩვენი გუნდის მიერ გაანალიზდა 3 ორგანიზაციის საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და სამართლიანი არჩევნების მიერ მომზადებული შუალედური ანგარიშები, რის შედეგადაც გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი მიგნებები. პირველი, სამივე შუალედურ ანგარიში, რომელიც უნდა მოიცავდეს წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის პროცესში გამოვლენილ ფაქტებს, მოყვანილია ისეთი შემთხვევები, რომლებიც მოხდა საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე. ანუ 2021 წლის 3 აგვისტომდე. მაგალითად, საიას ანგარიში იწყება 1 მაისიდან, ხოლო საერთაშორისო გამჭვირვალობისა და ისფედის ანგარიში 1 ივნისიდან. ანუ საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე 2-3 თვით ადრე. ამ პერიოდში საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაზე საუბარი, რა თქმა უნდა, ზედმეტია. სწორედ ამიტომ ორგანიზაციები ნაცვლად საარჩევნო კამპანიის წესების დარღვევისას საუბრობენ ისეთი ახალი ტერმინებით, როგორიც არის მაგალითად ამომრჩეველთა გულის მოსაგებად განხორციელებული აქტივობა და შემთხვევებს მის დარღვევად აფასებენ. ამ ლოგიკით არასაარჩევნო პერიოდში მთავრობის ნებისმიერი საქმიანობა შეიძლება შეფასდეს როგორც ამომრჩევლის გულის მოგება, რაც სასახად არასწორია და იწვევს საზოგადოებაში არასწორი აღქმების ჩამოყალიბებას, თითქოს რაიმე დარღვევასთან გვაქვს საქმე. ამიტომ მოუწოდეთ ამ ორგანიზაციებს საზოგადოებისთვის გამჭვირვალედ აღნიშნონ მათ ანგარიშებში, რომ საარჩევნო კამპანია დაიწყო 3 აგვისტოს და მანამდე მოყვანილი შემთხვევები ვერ იქნება საარჩევნო კამპანიის წარმოების წესების დარღვევა. მეორე, სამივე ანგარიში ზოგად ტენდენციას წარმოადგენს, რომ ხშირად ხდება მითითება, რომ გამოვლენილი დარღვევები თავისთავად კანონდარღვევა არ არის, თუმცა ცუდი პრაქტიკაა და ზიანს აყენებს ჯანსაღი წინასაარჩევნო გარემოს შექმნას. ამგვარი განცხადებები საზოგადოებისთვის ბუნდოვანს ხდის კონკრეტულად პოლიტიკურმა სუბიექტმა ჩაიდინა კანონდარღვევა, თუ მისი ქმედება უბრალოდ არ შეესაბამება კონკრეტული ორგანიზაციის მიერ დადგენილ შიდა სტანდარტებს. უნდა აღინიშნოს, რომ სულ 2 თვის წინ მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციის მონაწილეობით ჩატარდა საარჩევნო კანონმდებლობის ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც პარლამენტის მიერ თითქმის სრული კონსენსუსით იქნა მიღებული. ამ რეფორმის პროცესში ყველა საკითხი, რაც უნდა ყოფილიყო აკრძალული კანონმდებლობით, აიკრძალა კანონმდებლობით. შესაბამისად, რეფორმიდან 2 თვის თავზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან კიდევ დამატებითი კრიტერიუმებით პარტიების აქტივობის შეფასება და ამის ისე წარმოჩენა, თითქოს ისინი კანონდარღვევას წარმოადგენენ, ჩვენი შეფასებით არ პასუხობს კეთილსინდისიერი დაკვირვების სტანდარტს. ამიტომ მოუწოდეთ ამ ორგანიზაციებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი გადაწყვეტენ დამატებითი კრიტერიუმებით შეაფასონ პოლიტიკური სუბიექტების ქმედებები, გააკეთონ ეს გამჭვირვალედ და საზოგადოებისთვის ახმადი გახადონ მათი დასკვნის რომელი ნაწილი შეეხება კანონმდებლობის შესაძლო დარღვევას და რომელი ნაწილი შეეხება ამ ორგანიზაციების დამატებით შიდა კრიტერიუმების თუ სტანდარტების დარღვევას. ეს განსაკუთრებით შეეხება კანონმდებლობის დარღვევისა და ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დარღვევის ერთ სტატისტიკაში გაერთიანებას, რასაც ჩვენ ვხედავთ ხოლმე, რაც წარმოშობს სრულ ახმას დარღვევების რაოდენობასა და სიმძიმესთან დაკავშირებით. მესამე მიგნება, იკოთება ტენდენცია, რომ ანგარიშებში აღწერილია ისეთი შემთხვევები, რომლებიც ემყარება მხოლოდ დაინტერესებული მხარის ან მესამე პირის მიერ მოყოლილ ამბავს, ან სუბიექტურ აღქმებს, ისე რომ არ იკვეთება რაიმე ირიბი მტკიცებულებაც კი. ამიტომ მოუწოდებთ ამ ორგანიზაციებს იხელმძღვანელონ მტკიცების მინიმალური სტანდარტით მაინც, რომ მათი ანგარიშები უნებლიეთ არ გახდეს დეზინფორმაციის გავრცელების ინსტრუმენტი. და მეოთხე მიგნება, მნიშვნელოვანია ასევე, რომ ორგანიზაციებმა მათი ანგარიშებიდან ამოიღონ ის შემთხვევები, რომლებიც უკვე დადგინდა, რომ დარღვევას არ წარმოადგენს, რაც ჩვენი დაკვირვებით ჯერჯერობით არ ხდება. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ გვინდა საზოგადოებას ყურადღება მივაყვროთ 2 ორგანიზაციაზე. ორგანიზაცია სირცხვილიას და საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციის მიერ შექმნილ ეგრეთ წოდებულ სამოქალაქო საარჩევნო კომისიას, რომლის კავშირი ნაციონალურ მოძრაობასთან ჩვენს 9 სექტემბრის ბრიფინგზე დოკუმენტურად დავადასტურეთ. ნიშანდობლივია ასევე, რომ ამ ინიციატივის დაფინანსების წყარო დაფარულია. აშკარაა, რომ ეს ორგანიზაციები
სრულად არიან მომართული არჩევნების დისკრედიტირებისკენ და ნაციონალური მოძრაობისთვის არჩევნების საბოტაჟისთვის საფუძვლის მომზადებისკენ. ამიტომ მიმართავთ ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს განსაკუთრებული დაინტერესება გამოიჩინონ და დაინტერესებენ ამ ორგანიზაციების დაფინანსების წყაროებით და საქმიანობის მიზნების მიმართ. რაც შეეხება ჩვენს მიერ გამოვლენილ დარღვევებს სხვა პარტიების მხრიდან. ჩვენი გუნდი სისტემატურად აწვდის ინფორმაციას ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს იმ დარღვევების შესახებ, რომელიც მიმართულია ქართული ოცნების და ზოგადად კონკურენტული საარჩევნო გარემოს წინააღმდეგ. 2021 წლის 1 სექტემბრიდან დღემდე ჩვენს მიერ გამოვლენილია 13 დარღვევა, რომელზეც ვაცნობთ ორგანიზაციებს. 7 დარღვევა უკავშირდება ქართული ოცნების საარჩევნო ატრიბუტიკის დაზიანებას, 2 არის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი, 2 გახლავთ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, 1 მუქარა და 1 შემთხვევა ჰქონდა, როდესაც ნაციონალური მოძრაობის მიერ CESCO-ში დანიშნული წევრი მონაწილეობდა წინასაარჩევნო აგიტაციაში, რაც ასევე აკრძალულია. ხაზს უსვამთ, რომ არჩევნების სამართლიანი ჩატარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში თანაბრად მოხდეს ყველა პოლიტიკური ძალის საქმიანობაზე დაკვირვება, ხოლო ანგარიში მოყვანილი შემთხვევები ეფუძნებოდეს ფაქტებს და არა მხოლოდ მონაყოლს ან აღქმებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კონტექსტში, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები სხვა წყაროებთან ერთად ხშირად ეყრდნობიან ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებს. ჩვენი პოლიტიკური გუნდი მუდმივ რეჟიმში გააგრძელებს საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირებას წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით, რათა ხელი შეუწყოთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დემოკრატიულ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას. რაც შეეხება ამ ანალიზებს, ის იქნება ჩვენს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ბრიფინგის დასრულებისთანავე, ასევე გადაეცემა, რა თქმა უნდა, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებსაც. მადლობა. არა არაფერს საერთოდ ეს ჩვენი დაკვირვება არის, მათ შორის თქვენ გახსოვთ, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისია, რომელიც 2020 წლის არჩევნებს შეეხებოდა, მისი ერთ-ერთი დასკვნა და მათ შორის პარლამენტის რეზოლუციაში წაისახა იყო ჩვენი სურვილი, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ყურადღება მიაქციონ მათი ანგარიშების სტანდარტს და ასე ვთქვათ ფორმატს. აქედან გამომდინარე, ჩვენ რა თქმა უნდა გულისხმობით ვეკიდებით ყველა ამ დასკვნას, რომელიც ორგანიზაციების მხრიდან ქვეყნდება, სწავლობთ ამ ანგარიშებს, შესაბამისად ჩვენ შენიშვნებსაც მათ საჯაროდ ვაცნობთ. ასე გიპასუხოთ თუ გიპასუხოთ. რაც შეეხება ამ ტექსტებს, რომელიც ეს ბოლო რამდენიმე დღე არის, ასე ვთქვათ, ტრიალებს და არის სრული გარკვეული კომენტარებისა, ჩვენ გვქონდა საუბარი, რომ ჩვენ ვართ ისეთ მდგომარეობაში, რომ ხედავთ, რომ ნაციონალური მოძრაობა არ აწარმოებს არანაირ წინასაარჩევნო კამპანიას და მოსალოდნელი იყო, რომ წინასაარჩევნო კამპანია იქნებოდა მხოლოდ მედიაში და იქნებოდა დაფუძნებული დეზინფორმაციაზე და ზიზღის ენაზე. და სწორედ ვიმყოფებით ახლა აი ამ ეპიცენტრში ამ პროპაგანდისტული ხერხებისა. მთავარი ხერხი პროპაგანდისტული რაც არსებობს და სწორედ ეს არის სხვათა შორის რუსული პროპაგანდის ხერხი, ეს არის ზღვარის წაშლა სინამდვილესა და ტყუილს შორის. აი ესეთი ტექსტების გამოქვეყნებით უკვე ხედავთ, რომ თქვენ საკითხები გესმით, რა არის